გილოცავთ, როგორც იქნა საფეხბურთო ზეიმი დაიწყო, მაგრამ მოდით დავფიქრდეთ, რას უნდა ველოდოთ ამ ზეიმისგან. რა ინტრიგებს გვთავაზობს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. მე სერგი კლდიაშვილი ვარ, ეს კი Sportline-ის YouTube არხია და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის top 10 მთავარ ინტრიგაზე. როგორ უნდა წარიმართოს ჩემპიონატი, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთი მოიგოს. მოდით თავიდანვე სერიოზულად დავიწყოთ. მოიხსნება თუ არა მიროსლავ კლოზეს რეკორდი და ვინ იქნება პირველი? მესი თუ მბაპე? მუნდიალის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი ამ მომენტისთვის გერმანიის ლეგენდამ მიროსლავ კლოზემ გაიტანა. მან ეს რეკორდი 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე დაამყარა, სადაც ორჯერ გაიტანა. პირველი გოლით იგი ჯერ გაუთანაბრდა კიჭა რონალდოს, რომელსაც 15 გოლი ჰქონდა, ხოლო მეორე გოლით უკვე რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. ამ მუნდიალზე სულ რაღაც 7 ფეხბურთელი არის, ვისაც 5-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ხამეს როდრიგეს და პერისიც მაშინვე ვივიწყებთ, რადგან მათ მხოლოდ 6 გოლი აქვს და საკმაოდ ასაკშიც არიან. შედარებით მეტი შანსი აქვს 41 წლის რონალდოს, რომელსაც 8 გოლი აქვს მუნდიალზე გატანილი და 34 წლის ნეიმარს. თუმცა აქ რა შანსებზე არის საუბარი, ყველა ხვდებით. აი, შედარებით საინტერესო არის რასიზამს კეინი. მასაც 8 გოლი აქვს, თუმცა მისი დონის ფორვარდს ამას აქ ძალიან მარტივად შეუძლია საჭირო 9 გოლის გატანა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯგუფში პანამის ნაკრები ჰყავს. აი, რაც შეეხება შემდეგ ორ კანდიდატს, მე პირადად ეჭვი არ მეპარება, რომ ამ რეკორდის მოხსნას შეძლებენ. უბრალოდ აქ კითხვა იმაში არის, თუ ვინ შეძლებს ამას პირველი და საბოლოოდ ვინ უფრო მეც გაიტანს და ვისი სახელი დარჩება პირველ ადგილზე. მოდით ჯერ კილიანზე ვისაუბროთ, რადგან მას 12 გოლი აქვს. ფრანგმა 19 წლის ასაკში 2018 წლის რუსეთის მუნდიალზე 4 გოლი გაიტანა, მათ შორის დუბლი არგენტინის კარში და ფინალში. ხოლო შემდეგ 2022 წლის მსოფლიოზე 23 წლის ასაკში 8 გოლი გაიტანა და ამჯერად ჰეტ-ტრიკი შეუსრულა მესის არგენტინას. მოკლედ, მბაპეს რეკორდამდე სულ რაღაც 4 ბურთი აკლია და ეს 4 ბურთი მან 19 წლის ასაკში გაიტანა. და უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა სიზანს 27 წლის ჩამოყალიბებული ვარსკვლავი მაშინ, როდესაც ჯგუფში ჰყავს ერაყი და ზოგადად ბევრი სუსტი ოპონენტი. და ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მბაპე პელეს სტატისტიკით მიდის. მას როგორც ბრაზილიელს 14 შეხვედრაში აქვს 12 გოლი გატანილი. რაც შეეხება მესის, უბრალოდ წარმოიდგინეთ, არგენტინელმა სადებიუტო გოლი 20 წლის წინ 2006 წელს 18 წლის ასაკში უკვე დაშლილი სერბეთი მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა. მაგრამ მესის არასდროს არ ქონია რაიმე განსაკუთრებული სტატისტიკა მუნდიალებზე. 2022 წლამდე მან მხოლოდ 6 ბურთის გატანა მოახერხა. მაგრამ იმ წელს, როდესაც არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მესიმ 7 ბურთი გაიტანა და შესაბამისად ამ მომენტისთვის მას 13 გოლი აქვს და რეკორდამდე სულ რაღაც 3 ბურთი აკლია. მოკლედ დაველოდოთ, ვინ იქნება პირველი? შემდეგი ინტრიგა არის, რა შედეგს დადებენ პენტაკამპიონები კარლო ანჩელოტის მეთაურობით და რა როლი ექნება ამ ყველაფერში ნეიმარს. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი და მხიარულ ნაკრებს წვრთნის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და ტაქტიკური ჩარჩოებისგან თავისუფალი მწვრთნელი. და სწორედ ეს არის იმის პასუხი, თუ რატომ არის ეს ყველაზე დამაინტრიგებელი მწვრთნელის და ნაკრების დუეტი. ბრაზილიას ფენომენალური ნაკრები ჩამოუყალიბდა. ეს აღარ არის 2014 წლის ბრაზილია, როდესაც ნაკრები მხოლოდ ნეიმარს უნდა ეთრია. აქ უკვე არიან სხვა ვარსკვლავები, რომლებიც უკვე გაცდნენ პერსპექტიულობის ასაკს და შეძლეს საკუთარი სიტყვის თქმა ფეხბურთში. ბრაზილიის ნაკრებს ყველა ხაზში უმაღლესი დონის პროფესიონალები ჰყავს. ალისონი კარში, მაგალიაში მარკინიოსი დაცვაში, გამოცდილი კაზემირო, რომელსაც საოცარი სეზონი ჰქონდა ნახევარდაცვაში და დამწყმელი ძალა, რაფინია ვინი. ამ ყველაფერს ემატება უკვე გამოცდილი და საოცრად მოტივირებული ნეიმარი. ჩემი აზრით, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ბრაზილიელების მართვა შეუძლია, სწორედ პაპა კარლო არის. მან იცის როგორ მართოს ვარსკვლავები. იგი არ არის ტაქტიკური დიქტატორი. იგი ფეხბურთელებს თავისუფლებას აცავს, თუმცა ამავდროულად რაღაც გარკვეულ ჩარჩოებს უწესებს. სწორედ ეს სჭირდებათ ბრაზილიელებს. ქაოსის ნაცვლად სისტემა, თუმცა გარკვეული თავისუფლება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მწვრთნელისთვის top 10 ყველაზე სტრესულ სამსახურებში ბრაზილია მეორეზე გავიდოდა. მოლოდინები აქ ყოველთვის უზარმაზარია. მინიმალური შეცდომის გამო ბრაზილიურ პრესას შეგჭამს. აქ წარმატებად მხოლოდ მოგება შეიძლება ჩაითვალოს. და ეს ყველაფერი განსაკუთრებით ძაფდება მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველაზე საფეხბურთო ნაციას მუნდიალი უკვე 24 წელია არ მოუგია. და იგივე ტოპში, პირველ ადგილზე, იცით რომელი სამსახური ექნებოდა? რა თქმა უნდა, რეალ მადრიდის მწვრთნელობა. სადაც კარლო ანჩელოტიმ არაერთი სეზონი ჩაატარა და საკმაოდ კარგი შედეგიც დადო. მოკლედ, რო შევაჯამოთ, პირადად მე ამ ნაკრებს გულშემატკივრობ, რადგან არც ერთ ნაკრებს არ ყავს კარლო ანჩელოტის დონის მწვრთნელი და არც ერთმა მწვრთნელმა არ იცის 1000 ტურნირების ისე ჩატარება, როგორც კარლო ანჩელოტი. 5 მოგებული ლიგა ამის დასტური არის. ყველაფერთან ერთად თუ ბრაზილიელები გასახდელს დაალაგებენ, ისინი საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენენ და ამ ყველაფრის გარანტია კარლო ანჩელოტი არის. შემდეგ მოდიან ვეტერანი ფეხბურთელები. ამ მუნდიალზე უჩვეულოდ ბევრი ვეტერანი ყავს, რომელთაც სავარაუდოდ ბოლო მუნდიალი ტარდება. მოდით ყველაზე ასაკოვნებით დავიწყოთ, ვისგანაც რაიმე მოლოდინი გვაქვს.
38 წლის ოტამენდი საჩემპიონო არგენტინის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და საინტერესოა რა როლი ედგება მას ამჯერად. 40 წლის ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა ტერ შტეგენის ტრამვის გამო იგი დაბრუნდა და საინტერესოა რა დონის პერფორმანს შემოგთავაზებს იგი ამჯერად. იგივე 40 წლის ჯეკო ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების ლეგენდაა და ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ გაუხარდება, რომ ამ ვეტერანმა გაიტანოს. მოკლედ, ჯეკოს გოლს გულშემატკივრად. 40 წლის ჯადოქარი და უბერებელი მოდრიჩი. შეძლებს თუ არა იგი კვლავ ხორვატიის ნაკრების ნახევარდაცვის დირიჟორობას და გუნდისთვის მნიშვნელოვანი შედეგის მოტანას. და მისი თანაგუნდელი პერისიჩი, რომელიც უკვე 37 წლის არის, თუმცა PSV-ს მაისურით გასულ სეზონში 26 საგოლე მოქმედება შეასრულა, რაც მისი პოზიციისთვის საოცარი შედეგია. ოჩუა, რომელიც ნოიერის მსგავსად ნაკრებში დაბრუნდა. ყველას გახსოვს მისი საოცარი პერფორმანსები მუნდიალის დროს. იგივე კატეგორიაში ყავს კიდევ ორი უცხო პლანეტელი, თუმცა მათზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ზემოწინებული ფეხბურთელების გარდა საინტერესოა როგორ მუნდიალს ჩაატარებს ვან დაიკი. იგი უკვე 34 წლისაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემდეგ მუნდიალზე 38 წლის ასაკში იგი ვიხილოთ. ასევე საინტერესოა როგორ მუნდიალს ჩაატარებს 33 წლის რუდიგერი. იგი გასულ სეზონში რეალ მადრიდის დაცვის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და ნოიერთან ერთად გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი და გამოცდილი ფეხბურთელი არის. საინტერესოა როგორ იქნება ბელგია, რომელსაც უკვე ვეტერანი კურტუა, ვიცელი, დე ბრუინი და ლუკაკუ ჰყავს. ეგვიპტე სალაჰთან ერთად, საფრანგეთი კანტესთან ერთად. აღარც კეინი აღარ არის ახალგაზრდა, იგი უკვე 32 წლისაა. და ყველაზე საინტერესო, როგორ მუნდიალს ჩაატარებს 34 წლის ნეიმარი. მოკლედ, უამრავი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელთათვისაც ეს ბოლო მუნდიალი იქნება. მაგრამ მიუხედავად ასაკისა, მათ ძალიან კარგი სეზონი ჰქონდათ და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მათ მიიქცნენ ყურადღება და არა ახალგაზრდა ვარსკვლავებმა. რადგან დამეთანხმებით, როდესაც ჩვენი საყვარელი ფეხბურთელი, რომლის კარიერა ჩვენს თვალწინ გაიარა, რაიმე განსაკუთრებულ საკეთებს მოედანზე კარიერის მიწურულს, ეს ყოველთვის გვახარებს. მეშვიდეზე გვაქვს ინტრიგა, შეძლებს თუ არა არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვას. ცოტა ისტორიულ კონტექსტს რო შევეხოთ, მუნდიალის ისტორიაში მხოლოდ ორმა ნაკრებმა შეძლო ამ ტიტულის დაცვა. პირველად ეს იტალიის ნაკრებმა შეძლო 1934-38 წლებში, ხოლო მეორეები იყვნენ ბრაზილიელები პელესთან ერთად 1958-62 წლებში. ამის შემდეგ ახლოს იყვნენ არგენტინელები, როდესაც 86 წელს მარადონასთან ერთად ტიტული მოიგეს და 90 წელს ფინალამდე მივიდნენ, სადაც გერმანიის ნაკრებთან დამარცხდნენ. და ბოლოს, იგივე შედეგთან ახლოს იყვნენ ფრანგები. 2018 წლის ჩემპიონობის შემდეგ 2022 წელს ისინი დამარცხდნენ არგენტინასთან. 64 წელია სტაბილურად იცვლება მსოფლიო ჩემპიონი. მსოფლიოს ოლიმპზე 4 წელზე დიდხანს ვერავინ ვერ შეძლო გაჩერება. შეძლებს თუ არა ამას არგენტინა? მოდით ჩანსებს გადავხედოთ. პირველ რიგში უნდა გამოვყოთ მწვრთნელის ფიგურა. სკალონი არსად არ წასულა. ის კვლავ არგენტინის მწვრთნელია და საკმაოდ კარგ შედეგსაც იძლევა. არგენტინამ შესარჩევი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და კოპა ამერიკის გამარჯვებული სტატუსით მიემგზავრება მუნდიალზე. გარდა ამისა, შემადგენლობაში რაიმე დრამატული ცვლილება არ შეინიშნება. რამდენადაც მემახსოვს 9 ფეხბურთელი არ არის საჩემპიონო ნაკრებიდან, თუმცა მათი უმეტესობა გადამწყვეტ როლს ნაკლებად თამაშობდა. თანაც ეს არგენტინას სახელებით უფრო ძლიერად მეჩვენება, ვიდრე ის, რომელმაც მსოფლიო მოიგო. ძალიან კარგი დამატება არის ნიკო პასი. ალვარესი, რომელიც 2022 წელთან შედარებით გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მარტინესზე. თუმცა მიუხედავად ამ დადებითი დეტალებისა, ჩემი აზრით არგენტინას მცირე შანსი აქვს, რადგან პირველ რიგში ფიზიკურად ვეღარ ექნებათ ის მუხტი, რაც წინა მსოფლიოზე იგრძნებოდა. მუხტი, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ მესის მსოფლიო მოეგო. მესის უკვე აქვს მსოფლიო და იგივე შემართება ფიზიკურად ვეღარ ექნებათ. გარდა ამისა, მესის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. როგორც უკვე გითხარით, წინა მუნდიალზე მან საოცარი პერფორმანსი შემოგთავაზა. მან 7 გოლი გაიტანა და უზარმაზარი წვლილი შეიტანა ჩემპიონობაში, მაგრამ მესი დაბერდა. მისგან მსგავსი პერფორმანსი ძალიან რთული იქნება. მეორე მხრივ, თუ ვინმე შეუძლია ამის გაკეთება სწორედ მესი არის, და ნუ კიდევ ერთი პორტუგალიელი, მაგრამ საერთო სურათი არის ის, რომ мотиваცია მესის სახით აღარ არსებობს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. 2022 წელთან შედარებით კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა. თუ 2022 წელს რეალურ ზალს მხოლოდ ფრანგები წარმოადგენდნენ, წელს ყავს ესპანეთი, რომელიც საოცარ ფეხბურთს თამაშობს. პორტუგალია, რომელსაც ალბათ მუნდიალზე ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. არსად არ წასულა საფრანგეთის და ინგლისის ოქროს თაობები. ბრაზილიაც საგრძნობლად გაძლიერდა. ცოტა შეთქმულების თეორიაშიც გადავეშოთ და მსოფლიო ჩემპიონის წყევლას არ დავივიწყოთ. მართალია ეს ამ ფორმატში პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მაგრამ ყველაფერი ხდება. მოკლედ, საკმაოდ დამაინტრიგებელია რას იზამს მსოფლიო ჩემპიონი ამ პირობებში. ჩვენ კი მე-6 ადგილზე გადავდივართ და გვაინტერესებს, ვინ იქნება ამ მუნდიალის მთავარი ანდერდოგი და ვინ გაგვიცრუებს იმედებს. 48 გუნდიან ფორმატში მუნდიალს დაემატა უამრავი ნაკრები, თუმცა მათი უმეტესობა ალბათ ამეთანხმებით საფეხბურთო პერიფერიებს წარმოადგენენ. ბევრს არაფერს მოვალით კურასაოს, პანამის, ერაყის ან კონგოს ნაკრებებისგან.
მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ბევრი მსგავსი ნაკრები დაემატა, იზრდება იმის შესაძლებლობაც, რომ რომელიმე ნაკრები გადაახტება საკუთარ შესაძლებლობებს და შემოგთავაზებს იმას, რასაც არ ველით. არ უნდა დაგვაუწყდეს ის ნაკრებები, რომლებიც უკვე საკმაოდ გამოცდილები არიან მუნდიალზე. პირველ რიგში მაროკო, რომელიც წინა წლის მთავარი ნიუსმეიკერი იყო და ისტორიაც დაწერეს. წელს რა თქმა უნდა, მათგან მეტი მოლოდინი იქნება, რადგან ერთის მხრივ არსებობს წინა წლის შედეგი, ხოლო მეორეს მხრივ საკმაოდ კარგი თაობა. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ მეორე ეშელონის ევროპულ ნაკრებებს. პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ნორვეგიის ნაკრები, რომელსაც პირველად შეძლო 1996 წლის შემდეგ კვალიფიცირება. ეს რა თქმა უნდა, კარგი თაობის ხარჯზე მოხდა. ჰალანდი, შარლოტი, ნუსა, ედეგორი. არ უნდა დაგვაუწყდეს ავსტრიელები და შვეიცარიელები, რომლებიც მუდმივად იბრძვიან თავის ჯგუფში. რაც შეეხება აფრიკას, მაროკოზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ასევე საყურადღებოა სენეგალის და ალჟირის ნაკრებები. აზიიდან სენსაციებს დავალოდოთ პირველ რიგში თურქებისგან. შემადგენლობას რო თავი დავანებოთ, უბრალოდ მათი გაცილების ვიდეო ნახეთ. საოცარი მუხტია. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ მუდმივად ძლიერი კორეა და იაპონია. რაც შეეხება იმედგაცრუებას, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, რა შეგვიძლია ჩავთვალოთ იმედგაცრუებად, რადგან ამ ფორმატში პრაქტიკულად შეუძლებელია ტოპ კლუბისთვის ჯგუფში ჩარჩენა. და თუ გერმანიის ნაკრები მაგალითად როგორღაც მოახერხებს და ჩარჩება ჯგუფში, სადაც ყავს ეკვადორი, კოტ-დივუარი და კურასაო, ეს იმედგაცრუება კი არა, ტრაგედია იქნება. მაგრამ მე პირადად გერმანელებისგან განსაკუთრებულს არაფერს მოვალ და იდეალურ შემთხვევაში ისინი მე-16 ფინალში დაგვტოვებენ. მეხუთე ადგილი და საინტერესოა ვისი ვარსკვლავი აინთება ამ მუნდიალზე. 2014 წელს ეს ხამეს როდრიგესი იყო, 2018 წელს კილიან მბაპე, 2022 წელს უნდა გამოვყოთ გაკპო, მაგრამ ვინ იქნება 2026 წელს? პირველ რიგში უნდა ველოდოთ საოცარ პერფორმანს იამალისგან. თუმცა მასზე ისედაც ყველაფერი გასაგებია. მან უკვე 2 სეზონი ჩაატარა უმაღლეს დონეზე. აი ნიკო პასი კი საერთოდ სხვა საკითხია. მას კომაში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და გაცილებით ძლიერი არგენტინის ნაკრებში მას შესაძლოა საშუალება მიეცეს, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს. თუმცა ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, ხორვატ ლუკა ვუსკოვის მივადენოთ თვალყურს. 19 წელს ხორვატიის ნაკრების ძირითადში ველოდები. და კიდევ ერთი ჩემი ფავორიტი, რომელსაც სავარაუდოდ ძალიან მცირე დრო მიეცემა, მაგრამ იმედია ასე არ იქნება. ენდრიკი. მან ძალიან კარგად ჩაატარა სეზონის მეორე ნახევარ ლიონში, რის გამოც იგი ანჩელოტიმ დამსახურებულად გამოიძახა. კომენტარებში აუცილებლად დამიწერეთ, ვის მივაქციოთ ყურადღება. ვინ ჩაატარებს მოულოდნელად კარგ მუნდიალს და თავს დაგვამახსოვრებს. და რა თქმა უნდა, არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ. ჩვენ კი მეოთხე ადგილზე გადავინახოთ, სადაც ფორმატის გამო გამოწვეულ ცვლილებაზე უნდა ვისაუბროთ. კერძოდ კი, იქნება თუ არა ეს ყველაზე უხგოლიანი მსოფლიო ჩემპიონატი და მოიხსნება თუ არა ერთ მუნდიალზე გატანილი გოლების რეკორდი. ამ მომენტისთვის ყველაზე უხგოლიანად 2022 წელი ითვლება, სადაც 172 გოლი გავიდა ჯამში. მანამდე ეს რეკორდი ეჭირა საფრანგეთის 1998 წლის და ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალის 171 გოლით, მაგრამ იმის გამო, რომ თამაშების რაოდენობა გაიზარდა და ეს არ მოხდა ძლიერი ნაკრებების ხარჯზე, ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. ალბათ არავის გაუკვირდება 200 გოლზე მეტის რო ნახოთ. 104 შეხვედრის შემთხვევაში ეს 1.92 გოლია შეხვედრაში. რეალური ინტრიგაა, შეიძლება თუ არა ვინმე ჟიუს ფონტენის 13 გოლიანი რეკორდის მოხსნას. დიახ, მეგობრებო, არ მოგესმათ. ფრანგმა ჟიუს ფონტენმა 1958 წლის მუნდიალზე 13 გოლის გატანა შეძლო და ყველაზე გასაოცარი არის ის, რომ ამისთვის მას მხოლოდ 6 შეხვედრა და რა თქმა უნდა 1 მუნდიალი დასჭირდა. ამის გამო იგი მეოთხე ადგილს იყოფს მესისთან ერთად. მცირედით რომ შევეხოთ ჟიუს ფონტენის კარიერას, რეიმსის 25 წლის ფორვარდი 1958 წლის მუნდიალზე არ უნდა წასულიყო. თუმცა ლიდერების ტრამვის გამო იგი გამოიძახეს და მან უბრალოდ ისტორია დაწერა. ჰეტრიკი პარაგვაისთან, დუბლი იუგოსლავიასთან, 1 გოლით შოტლანდიასთან. შემდეგ პლეი-ოფი, დუბლი ჩრდილოეთ ირლანდიასთან და 1 გოლით ბრაზილიასთან. მაგრამ მისი აბსოლუტური ბენეფისი იყო ფერგესთან, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, სადაც მან პოკერი შეასრულა და ისტორიულ 13-მდე აიყვანა თავისი გატანილი გოლების რაოდენობა. საკმაოდ რეალურია. თუ ეს შეძლო ჟუსტმა 1958 წლის პრობებს საკმაოდ ძლიერ ოპონენტებთან, რატო ვერ შეძლებს იგივეს გამეორებას მესი, რონალდო, კეინი, მბაპე, ან საერთოდაც ჰალანდი? მესამეზე დავფიქრდეთ და გავიხსენოთ იმ მწვრთნელების სახელები, ვინც ამერიკაში წავიდნენ. ანუ ვინ იქნება საუკეთესო მწვრთნელი ამ მუნდიალზე? უბრალოდ წარმოიდგინეთ, ისტორიაში არც ერთ მუნდიალზე მწვრთნელების მსგავსი შეკრება არ ყოფილა. კარლო ანჩელოტი, ტუხელი, პოჩეტინო, ნაგელსმანი, დელაფუენტე, სკალონი, დეშამი, მარსელო ბიელსა, კუმანი, რობერტო მარტინესი და დიკ ადვოკატი. ამ მუნდიალზე მოედანს გარეთ არანაკლები ვარსკვლავები და გენიოსები იქნებიან. საინტერესოა ვისი მიდგომა გაამართლებს. აქვე იკვეთება სხვადასხვა ფილოსოფიების და მიდგომების ჯახი. აქვე იკვეთება ორი ბანაკის დაპირისპირება.
საკლუბო მწვრთნელები ანჩელოტის მეთაურობით უპირისპირებიან სანაკრებო მწვრთნელებს დე ლა ფუენტეს მეთაურობით. საინტერესოა ვინ გაიმარჯვებს. თუმცა აქ ერთი უეჭველია. გამარჯვებულები ვიქნებით ჩვენ მაყურებლები, რადგან ამ დონის მწვრთნელების შეკრება მუნდიალზე ჯერ არასდროს არ ყოფილა. მეორეზე საინტერესოა როგორი იქნება მესის და რონალდოს ბოლო ცეკვა. ამ ორი შემთხვევაში გადაჭრით ნამდვილად ვერ ვიტყვით ეს ბოლო ცეკვა იქნება თუ არა, მაგრამ ლოგიკა კარნახობს რომ კი. მესიზე უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ დავამატოთ. მესის აქვს შანსი გახდეს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, ორგზის ჩემპიონი და საბოლოოდ დაჩრდილოს მისი პორტუგალიელი ვიზავი. უბრალოდ წარმოიდგინეთ როგორი იქნება დებატები ამორის თაობაზე, თუ მესი ორგზის მსოფლიო ჩემპიონი იქნება და რონალდო ვერცერთს ვერ აიღებს. მესის უპირატესობა ამ შემთხვევაში ის არის, რომ მას არაფერი აღარ აქვს დასამტკიცებელი. მას არანაირი წნეხი არ აქვს და შეუძლია უბრალოდ კარგად ითამაშოს და სულაც არ გახდეს მსოფლიო ჩემპიონი. მსგავსი მაგალითი ზიდანის სახით უკვე გვაქვს. ფრანგი 2006 წელს არ გამხდარა ჩემპიონი, მაგრამ არავის არ აუწყდება მისი პერფორმანსი. მოკლედ, მესის ბოლო ცეკვა წარმატებულად რო ჩაითვალოს, მან უბრალოდ კარგად უნდა ითამაშოს. ყველაფერი დანარჩენი კი სასიამოვნო ბონუსად ჩაითვლება. აი, რაც შეეხება პორტუგალიელს, ცოტა სხვანაირი სიტუაცია გვაქვს. პირველ რიგში ბომბარდირობის საკითხს შევეხოთ. თეორიულად ამის გაკეთება მასაც შეუძლია. კი ასაკშია და გაცილებით ნაკლები გოლი აქვს, მაგრამ პორტუგალიელმა არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. გარდა ამისა, რონალდოს საოცარი мотиваცია აქვს. ყურადღება არ მიაქციოთ მის ინტერვიუს მორგანთან. რონალდოსთვის ეს ტიტული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი კარიერა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშე არ არის სრულყოფილი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რონალდო მაქსიმალისტია. სულ რომ თელმა მსოფლიო მუძახოს, რომ მას ეს ტიტული არ ჭირდება, იგი მაინც უკმაყოფილო იქნება, რადგან მან იცის, რომ სწორედ ეს ტიტული აკლია. მესისგან განსხვავებით, რონალდო სერიოზული წნეხის ქვეშ არის. მის შემთხვევაში წარმატებად მხოლოდ მოგება ჩაითვლება, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს გაუთანაბრდეს თავის არგენტინელ ვიზავის. მით უმეტეს, თუ ჩემპიონობაში მისი წვლილი დიდი იქნება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, 41 წლის რონალდომ პორტუგალია ჩემპიონობამდე მიიყვანა. ჩემი აზრით, ვისაც არ უნდა გულშემატკივრობდეთ, ეს სასიამოვნო მოსასმენი იქნება. ეს უბრალოდ იდეალური საფეხბურთო ზღაპრის იდეალური დასასრული იქნება. და პირველ ადგილზე ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ინტრიგა. შეძლებს თუ არა ვინმე ოქროს ბურთის პერფორმანსის ჩვენებას მუნდიალზე. და პირდაპირ გეტყვით, იმედია რომ ვერავინ ვერ შეძლებს, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენს ჯადოქარს, ხვიჩა კვარაცხელიას გაცილებით მეტი შანსი ექნება რომ ოქროს ბურთს დაეუფლოს. პირველ რიგში უნდა გამოვყოთ კეინი. იმ შემთხვევაში თუ ინგლისის ნაკრები გაიმარჯვებს და ამაში კეინს თუნდაც მინიმალური წვლილი ექნება, ინგლისელი ოქროს ბურთს გარანტირებულად აიღებს, რადგან მის სეზონს ბაიენში რომ დაუმატოთ მსოფლიო ჩემპიონობა, ვერავინ იტყვის რომ დაუმსახურებელია. უნდა გამოვყოთ მისი თანაგუნდელი ოლისე. ამ შემთხვევაში თუ საფრანგეთი გაიმარჯვოს, ოლისე წინა პლანზე წამოიძრავა, მაგრამ აქაც ორი დეტალი იკვეთება: დემბელე და მბაპე. საფრანგეთის ჩემპიონობის შემთხვევაში ორივე ოქროს ბურთის პრეტენდენტები გახდებიან და ყველაფერი მივა იქამდე, თუ ვინ როგორ ითამაშებს. მაგრამ ჩემი აზრით, არის ნაკრებები, რომელთა გამარჯვების შემთხვევაში კვარას შანსები რეალური რჩება. იგივე პორტუგალიის გამარჯვების შემთხვევაში ვიტინია და ჟოაო ნევეში იკვეთებიან. თუმცა ორივე კვარას გუნდელი იყო და თუ მათი პერფორმანსი ორივეზე თანაბრად გადანაწილდება, ამ შემთხვევაში მე პირადად ვერცერთს ვერ ვხედავ ოქროს ბურთით ხელში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ გერმანიის ნაკრებზე. არც ერთი ნაკრების ფეხბურთელს არ ჰქონდა ოქროს ბურთის დონის სეზონი საკლუბო დონეზე. და რაღაც არარეალური პელეს დონის მუნდიალი უნდა ჩაატარონ, რომ პრეტენდენტები გახდეს. რაც მოდით რეალისტები ვიყოთ, ამ გერმანიის ნაკრებში არავის არ შეუძლია. იდეალურ ვარიანტში მუნდიალი უნდა მოიგოს ნაკრებმა, რომელსაც გამოკვეთილი ვარსკვლავი არ ჰყავს და კვარა მომდევნო სეზონი იდეალურად უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში მისი ოქროს ბურთის შანსები მნიშვნელოვნად იზრდება. და ალბათ ფიქრობთ, რა შუაშია მომდევნო სეზონი. რა შუაშია და რაც არ უნდა იყოს, ოქროს ბურთი მაინც ჰაიპის ჯილდოდ რჩება და მუნდიალის შემდეგ კვარას პერფორმანსი ცოტა მივიწყებული იქნება, რადგან ყველას ემახსოვრება მუნდიალი და მუნდიალის ჰაილაითები. ამიტომ კვარამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეგვახსენოს თავი, რათა დაიბრუნოს ის მოწინავე პოზიციები, რაც ამ მომენტისთვის გააჩნია. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო და თუ ასეა, არხის გამოწერა და დალაიქება არ დაგავიწყდეთ. და კომენტარებში აუცილებლად დამიწეროთ თქვენ რა სელით ამ მუნდიალისგან. მადლობა და შეხვედრამდე.